დაისმინეთ წმიდა სახარება, მშვიდობა ყოველთან. ლუკასაგან წმიდის სახარების საკითხავი. დილება შენდა უღალო, დილება შენდა. მოხედენ მას ჟამსაშინა შევიდა იესო დაბასა რომელსამე და იყო ვინმე მუნ დედაკაცი რომლის სახელი მართა და შეიყვანა თავადი სახითვისა და იყო დაემისი რომელს ერქვა მარიამ რომელი დაჟდა ფეხთათან იესოსთა და ისმენდა სიტყვათა მისთა ხოლო მართა მიმოდა ზრუნვიდა მრავლის მსახურებისათვის ზედა მიადგა უფალო არა იღწი რამე თუ დამანჩემან მარტო დამიტოვა მემსახურებად არ ხმას რათა შემეწეოდეს მე მიუგო იესო და რქვა ამას მართა მართა ზრუნავდა შფოთხარ მრავლისათვის აკა ერთი საქმარ ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია რომელი არა სადან მიიღოს მისგან და იყო ვიდრე იტყოდა იგი ამას აღვინ მეიღო დედაკაცმან ხმა ერსა მას შორის და რქვა მას ნეტარ არს მუცელი რომელმან გიტვირთა შენ და ძუძუნი რომელთაც სწოვდი ხოლო თავად მან რქვა არამედ ნეტარ არიან რომელთა ისმინონ სიტყვა ღმრთისა და დაიმარხონ იგი დილება შენდა უღალო დილება შენდა დაცული ერი ჩვენი და მეუფება მისი მოექცენს უფალმა ღმერთმა ჩვენმა სასუფეველსათვის ყოველდღე ას და მარადის და უპირისამდე ამინ წმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცუმაბაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფე მამა ჩვენი ილია და პოლადურსანდელოს საგარეჯო ნინო წმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა ოლის სამდელო 60 წესტი მოიხსენს უფალმა ღმერთმა ჩვენმა სასუფეველსათვის ყოველდღე ას და მარადის და უპირისამდე ამინ გალობენი შრომელი ნაყოფის შემომწირველი თქვენ აქ მდგომარენი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოიხსენოს უფალმა ღმერთმა ჩვენმა სასუფეველსათვის ყოველდღე ას და მარადის და უპირისამდე ამინ დავითაცა მეუფისა ყოველდღესა შემწყნარებას ყოველდღეაც და მარადის და უპირისამდე ამინ სახელი და მამისა და დადის და სულისა თვითსა ამინ ჩვენთან არის ღმერთი ყველას გილოცავთ ეს არის მიძინება ყოველწლიდა მშობელის მარიის ხალხის მარიამის გუშინ ჩვენ მოკლედ ვიქადაგეთ და კიდევ დავიმეორებთ რომ ახლა ახალ აღთმაში სახარებაში და ახალ აღთმაში უშუალოდ ყოველას მართიშობის მიძინებაზე ნათქვამი არაფერი არ არის. გასაგებიც არის ეს, იმიტომ რომ ეს არის სახარება. სახარება და სახარებაშია მთავარი არის უფალი, სიტყვა სახარება და მისი სწავლება. თუმცა ჩვენ ვიცით რომ ყველა ვინც დაკავშირებულია უფალთან მოციქულები, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სახარებაში ბოროტი ადამიანებიც არიან ნახსენები, ხო რა? იროდე, მეწვევები, პარისევლები. მithumet ეს ნახსენები არიან წმინდანებიც. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ესე იგი გარდა წმინდა წერილისა ჩვენ ვიცით არსებობს ეკლესიის გადმოცემა. ღვთისმშობელის მიძინებაზე ვიცით ჩვენ
სწორედ რომ ეკლესიის გადმოცემიდან. როგორ ისე გამოაცხადა მას გაბიელ თავრანგელოსი და აუწყა, რომ ახლოვდება მისი გარდაცვალების დღე. შესაბამისად, ყოველწმინდა ღვთისმშობელი ამისთვის ემზადებოდა უკვე, რა თქმა უნდა. თვითონ ღვთისმშობელის გარდაცვალება მის წარმოადგენდა ძალიან ეს უდიდეს სასწაულსაც, მოვლენასაც, იმიტომ რომ მოსასწაულებრივად შეიკრიბნენ მოციქულები და მოციქულები მოგესწენებათ საკადაგებად წასულიყო სხვადასხვა ქვეყნებში, არა მხოლოდ ისრაელში კადაგებდნენ, არამედ სხვადასხვა ქვეყნებში. და თვით უშუალო დაკრძალვის დღესაც უამრავი სასწაული მოხდა, თქვენ იცით რა. უამრავი სასწაული მოხდა და ალბათ ყურადღებას თუ მიაქციეთ თქვენ ხაცი არის გამოსახული ეს მომენტი, როცა წარმოდგენილი აქვს ღვთისმშობელის სული, როგორც ჩვილი. ბავშვი და უფალს ჩვენ უჭირავს ღვთისმშობელის სული რა. ღვთისმშობელი აქაც იყო ჩვენთან და მით უმეტეს იქ არის ჩვენთან, იმიტომ რომ არის ზეციური დედოფალი. ზეციური დედოფალი. და აი ტროპარს როცა ვთხოვდნენ, ალბათ თქვენ ყურადღებით უსმენთ. რაში ნარსისიც იყო, არა? რომ აქაც იყო ღვთისმშობელი, შობასაც აწულობა შეინარჩუნა და სიკვდილის მერეც შემდეგ გარდაცვალების შემდეგაც ის თავის მფარველობა შეინარჩუნა დატოვა ყველა ქრისტიანებზე. რატომ? იმიტომ რომ ის არის დედა ღვთისა. დედა ღვთისა. არავინ არ არის ისე ახლოს წმინდა სამებასთან, როგორც ყოველწმინდა ღვთისმშობელი. ეს ჩვენ ვიცით. ამიტომაც ყველაფერი რაც დაკავშირებულია ყოველწმინდა ღვთისმშობელთან ჩვენთვის ძვირფასია. ძალიან ძვირფასია. უფლის შემდეგ ჩვენ მას ვევედრებით ხო მართალია და მერე უკვე სხვა წმინდანებსაც. იმიტომ რომ მას მის სულს ძალიან დიდი ძალა. შეგვიძლია ჩვენ გავამატოთ ის, გავიხსენოთ ის სიტყვები, რომელიც სიტყვებითაც თქვენ იცით, ისე ზოგადად ლუკას სახარებაში ყველაზე მეტად არის თქვენ ღვთისმშობელს, არა? ამიტომაც ყოველთვის იკითხება ლუკას სახარება ძილაზე. ეს თუკი ნეტარი იყო ის მარიამი მართას და რომელმაც უსმენდა უფლის სიტყვებს, არა? თუმეტეს ნეტარია ყოველწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც არა მხოლოდ უსმენდა, არამედ იყო დედა ღვთისა. და დავამთავროთ ამ ისევ და ისევ უბრალო ქალის მორწმუნე ქალის სიტყვები, რომელიც დღეს იყო საკითხული. ნეტარას მუცელი, რომელმა გიტვირთა შენ და ძუძუნი, რომელთაც სწორდი. მერზდიდება ყოველწმინდა ღვთისმშობელს, რომელიც არის საქართველოს მფარველი. საქართველოს მფარველი და ჩვენ ხშირად ვამბობთ, რა თქმა უნდა, რთული დროა ჩემო კარგებო, ძალიან რთული დროა. აი ახლა ყოველ დღე გვესმის რაღაცა ამბავები შფოთზე, უბედურებაზე და ეს ხო წინასწარ მეტყველია, წინასწარ. თქვენ იცით რომ თვით უბალმან წინასწარ მეტყველო რომ ეს დრო მოვა, გაიგებთ ამბებთ შფოთზე, ომებზე, მიწისძვრებზე. ამას რა თქმა უნდა იგულისხმება წყალდიდობებიც, ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც გახშირდა, განსაკუთრებულად გახშირდა ბოლო დროს. და ეს ყველაფერი ბოლო ჟამის ნიშნებია, რა თქმა უნდა. არ დამისა უნდა ვთქვათ აუცილებლად რომ ის რაც ხდება მაგალითად საქართველოში, ხდება ძალიან ყურადსახებელია. იმიტომ რომ საქართველო არის შობის წილხვედრი ქვეყანა. თუკი ჩვენ განვიცდით ის რაც ხდება საქართველოში, უზნეობის გავრცელება, სექტანტობის გავრცელება, ეხლა კიდე ახალი რაღაცა სენირით ეს მეჩეთები ხო გაიფსო ქვეყანა მეჩეთები და ეხლა მოუნდათ მინარეტები. ეხლა იცით ეს სულ უფრო და უფრო საქართველო ემსგავსება
თურქეთის ველაიათი. თქვენ წარმოიდგინეთ რა. რომელიმე სოფელში და საკმარისი 2-3 მუსულმანი რო ოჯახი იყოს და რო ხედავენ რომ ყველა მათ იცავს არასამთავრო ორგანიზაციები, ისინი კანონები, ეხლა მეჩეთი გვინდა, მეჩეთები აუშენეს და არც ერთ ქვეყანაში ვაკენ მეჩეთი ალბათ არ არის რა. მართლმადიდებოდა. ეხლა მოუნდათ ეხლა მინარეტები. ნუ ხა ნებისმიერ ქართულ სოფელში სადმე ეხლა შევა ადამიანი და იეთქოს, ეგ ალბათ თურქული სოფელია ეს რა. მინარეტები, ნუ მირა ეს ისეთი ატრიბუტია მუსულმანო მინარეტები, ხო? მოგეხსენებათ არა? საკმარისია ხმა ამოიღო რაღაცა იმ წუთშივე დავნაშავი აქეთ შედ გამოხვალ რა. ესე იგი, აი გავიხსენოთ აი თავიდან როგორ ხდება აი საქართველოს განადგურება, როგორ ხდება რა. გაამრავლეს იეღოველები, 50-იანელები, სხვა სექტანტები ეძახენ. თან ამბობდნენ ხმას ნუ იღებთ რა. ეხლა ეს დემოკრატია, ეს არის რელიგიური უმცირესობა. ჩააკეტინეს უყველასი პირები გაამრავლენ. გამრავლდნენ. ათასობით ჩვენი თანამემამულე გახდა სექტანტი. მოწყდა ქართულ საზოგადოებაში. გამრავლე ეხლა მოუნდათ მე მოუნდათ ისევ სხვა რამე ეხლა ეს მამათ მავლობის დაკანონება, პარადების ჩატარება. ყველაფერი ეს გამრავლეს ეს ყველაფერი. ხმა არ მოიღოთ, ეს არის სექსუალური უმცირესობაო. გამრავლეს და უფრო ამრავლებენ ისევ ეს მამათ მავლობას. ეხლა ეძახიან თუ კი უნდა სადმე მეჩეთის აშენება, ხმა არ მოიღოთ. ეს არის უფლება, ჩვენი თანამემამულეები არიან. ააშენ რამდენიც უნდა იმდენი მეჩეთი ააშენს, არც უნდა ააშენ მეჩეთები. ჩააკეთეს პირები. ეხლა ეძახიან მინარეტები უნდა ააშენდეს ყველა სადაც უნდათ. წარმოიდგინეთ რა. და ჩვენ კიდე მის ამოღების უფლება არ აქვს. თუ კი ხმას ამოვიღეთ, აქეთ გამოიყვანებენ დავლაშავეთ ჩვენი თავი რა. ჩვენ ხარ შეუცდარებლები, ესენ და ეს ქვეყანა რომ ნელ-ნელა უკვე ნადგურდება და უკვე ეს უკვე საქართველოს უკვე არ არის. რაც კიდე შეიძლება დაარქვო უკვე, ოღონდ საქართველოს არა. იქით მიდის საქმე რა. სად არის თქვენი პატრიოტიზმი? ბევრსო ლაპარაკობენ პატრიოტობაზე. სად არის პატრიოტიზმი? სად არის მართლმადიდებლობა? აი, ვიმეორებ ის, რასაც ყოველთვის ვიმეორებ რა. ყველაზე უუფლებო და ყველაზე დევნილი დღევანდელ საქართველოში არის ქართული მართლმადიდებელი. ენით ბევრი არის თითქოს მომხრე. ტრადიციებისა და ეკლესიის, მაგრამ საქმით სულ სხვა რამეს აკეთებენ. საქმით ყველაფერს ისიქით დასავლური ქვეყნების საამოთ აკეთებენ რა. რომ თავი იმათ მოუწოდონ რა. აი როგორი ლიბერალები ვარ, დემოკრატიული ვარ რა. ჩვენ ჩამორჩენილი ერი ვიყავით. აი ახლა ნელ-ნელა როგორ თქვენი ბრძანებების და ინსტრუქციების მიხედვით ვიწყებთ ცხოვრებას. და აბარისთვის სიბრძოდნენ ეს წმინდანები რა. საქართველოს დიდების ხაზი. რისთვის რა იყო დაღვრილი სისხლი 100,000 და მილიონი ჩვენ თანამემამულეების. რისთვის? იმისთვის რომ ეს ქვეყანა იყოს უკვე დღეს განადგურებული და წაშლილი მთლად. მერტად აგეფაროს რა. აი ხლა თქვენ ალბათ იცით რომ აი სასწაული მოხდარა რა. საკმავილო ესეთი ძალიან ძველი რა. ხოთანი მქონდა მე, ხოთანი კი არა მაგას. რაც მე აქ სულ ეს არის და ხმარობს ხოლმე ყოველებისთვის ის რაღაცა ჩემთან იქ რა. სამჯერ გამომივიდა იმ ხოთანზე გარედან სისხლის წვეთები რა. ეხა უშუალოდ ეს სისხლი არ იყო, ხო? მაგრამ გარეგნულად ყველანაირად ფერით, სუნით, ყველაფერი რა. ეს არის საშინელი ნიშანი რა. აი საშინელი ნიშანი იმისა რომ რაღაცა საშინელება გველოდება ჩვენ შემოგვიმას. მე მოვიტანე სპეციალურად მე თვითონ სუნიც ჰქონდა სისხლისა.
даже უნივერსიტეტის გავატანეთ, რომ ну ეხა გასაჯესო სისხლი არ არისო, არა ის იმისი არაორგანული ნივთიერებაა. აი მე სპეციალურად მე თვითონ გადავიღე რა. წავშალე. თავიდან მე რომ მოვედი, რომ დავინახე ფიქრი ეს არის. ისეთი მაგარი იყო აი გამაგრებული. ძლივს იმაში, მაგრამ წაწლით რო ვიხსნიდი, აი სისხლის და სულის ხოდა სისხლისა. თავიდან ვერ გავიგე რა არის. ძალიან გამიკვირდა ეს მსგავსი რამ არ ყოფილა რა. გზად რომ ხედავ თქო ხატებზე მირონე როცა მირონდება რა. მაგრამ ის იყო ღიაფერის არა სხვა ტიპის წვეთებია. იგივე წვეთები, ოღონდ წითელი, სისლისფერის. ერთი კვირის მე შემდეგ რომ მოვედი და იგივე ვნახე, სპეციალურად ამოვიღე ყვავილები, ყველაფერი წყალი იქიდან რა, გამშრალი მთა და იგივე იყო. და მე კიდე გამევიდა. აი, მინდა განახოთ განს. აი ეს არის ძალიან ცუდი რამის მანიშნებელი, დამიჯერეთ რა. სისისფერი წვეთები ეს ნიშნავს, რომ რაღაცა სისხლი დაიეღურება რა. რაღაცა მოხდება უბედურება განსაზღვრელი დიდი რა. ამიტომ როგორც ყოველთვის დიდი თხოვნა მაქვს თქვენთან, რომ ილოცოთ ჩემო კარგებო, ილოცოთ რა. ილოცეთ, რომ ამ შემოდგომაში ტრაგედია არ მოხდეს საქართველოში რა. აცხოვნე ღმერთო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. აუცილებლად ეს ლოცვა წაიკითხეთ. რა ის სულ ცოტა დღეში ერჯერ რა, სულ ცოტა რა. როცა კითხულობთ ლოცვებს, ოჯახზე, ახლობლებზე ლოცვებს, აუცილებლად ეს ლოცვა წაიკითხეთ რა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. მრავალს დაესწარით თქვენი სიტყვა ხსნილი თევზით.